ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატების სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას სპეციალური წერილით მიმართავენ. ზურაბ აბაშიძე და თეა წულუკიანი კომისიის ოფისში მივიდნენ და თავმჯდომარის სახელზე განცხადება დატოვეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ირაკლი ალასანია და ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატები კომისიისაგან კონსტიტუციაში ორი დამატებითი პუნქტის გათვალისწინებას ითხოვენ. მოთხოვნის თანახმად პრეზიდენტს უფლებამოსილების სამოწურვის შემდეგ 5 წლის განმავლობაში პრემიერად დანიშვნის უფლება აღარ უნდა მიეცეს. გარდა ამისა, მმართველობის ვადის გახანგრძლივების მოტივით კონსტიტუციის შეცვლა ნებისმიერ მთავრობას უნდა ეკრძალებოდეს. ჩვენ შევიტანეთ კონსტიტუციაში ორი ცვლილების პროექტი, ეს არის კონსტიტუციის მე-5 მუხლი და 70-მე მუხლის პირველი პუნქტი და ირაკლი ალასანიას პარტია თავისუფალი დემოკრატები ვითხოვთ, რომ ბატონმა დემეტრაშვილმა და მისმა კომისიამ მათ მიერ შემუშავებულ საბაზისო ვარიანტს დაუმატონ ეს ორი ცვლილება. ეს ორი ცვლილება ითვალისწინებს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ან შეუწყდება უფლებამოსილება, ან ამოეწურება უფლებამოსილება, მომდევნო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ იქნეს წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. მოვედით სახელმწიფო კომისიაში იმასთან დაკავშირებით, რომ ნათლად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ დამატება შევიდეს საქართველოს კონსტიტუციაში, ქვეყნის უმთავრეს კანონში, რომ მომავალში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ მოგვევლინოს პრემიერ-მინისტრად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არ მოხდეს ხელისუფლების უზურპაცია სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ მომავალში. ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა ევროსასამართლოს პასუხის შესახებ განცხადება გააკეთა. გამსახურდიას დაცვის მხარემ სასამართლოს განცხადებით 26 ივნისს მიმართა. მიმართვაში ორი მოთხოვნა იყო. სასამართლოს რეგლამენტის 39 მუხლის თანახმად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიებების შესახებ უნდა მიეთითებინა. ერთი მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ პატიმრისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ, ასევე ცოტნე გამსახურდიას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რათა სასამართლოს პროცესის წარმოება შესაძლებელი ყოფილიყო. ყველა მოთხოვნა სასამართლომ 29 ივნისს დააკმაყოფილა. 26 ივნისს ცოტნე გამსახურდიას დაცვის მხარემ სტრასბურგში ევროსასამართლოს გაუგზავნეთ მოთხოვნა, ანუ განაცხადი შევიდა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპულ სასამართლოს გაეტარებინა დროებითი ღონისძიება, ანუ მიიღო მითითება საქართველოს მთავრობისათვის დროებითი ღონისძიების გატარების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა ძალიან მოკლე, ექსტრემალურად მოკლე დროში მინდა გითხრათ, ვინაიდან განაცხადი ჩვენ გავაგზავნეთ 26 ივნისს და ჩვენ დაკმაყოფილება მივიღეთ უკვე 29 ივნისს. ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღეს აბიტურიენტებმა გამოცდა კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს. პირველი საგამოცდო სესია მოსწავლეების უმრავლესობამ, როგორც თავად ამბობდნენ, წარმატებით ჩაატარეს. ტესტისთვის განკუთვნილი 4 საათი მათთვის საკმარისი აღმოჩნდა. პროცესმა ექსცესების გარეშე 7 ვითარებაში ჩაიარა. გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელს 3500-მდე აბიტურიენტმა გაიარა. საგამოცდო პროცესს 1300-მდე მეთვალყურე და კურიერი აკვირდება. საქართველოს მასშტაბით 15-მდე საგამოცდო ცენტრი მუშაობს. თბილისის ჩათვლით გამოცდები 12 ქალაქში ტარდება. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2023 ივლისს დასრულდება. საბოლოო შედეგებს კი აბიტურიენტები 20 აგვისტოსთვის უნდა ელოდნენ. განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მასწავლებლებს ახალი სასკოლო ჟურნალი და მოსწავლეთა შეფასების ახალი სისტემა გააცნო. ახალი ნიმუში სასკოლო ჟურნალი ორი სხვადასხვა კატეგორიისათვის იქნება განკუთვნილი პირველიდან მე-4 კლასამდე და მე-5-დან მე-12 კლასამდე. მომავალი ჟურნალი 15 სექტემბრიდან შევა სკოლებში იცვლება ასევე შეფასების სისტემა. აღარ იქნება პროცენტების გამოთვლის საჭიროება, ათბალიანი სისტემით შემოღებული იქნება 3 ნიშანი და სამივეს თანაბარი დატვირთვა ექნება. ცოდნა 3 კომპონენტით შეფასდება საშინაო დავალებებში, სასკოლო ნამუშევრებში და საკონტროლოში. ის ახალი სისტემა, რომელიც ამოქმედება 15 სექტემბრიდან ყველა საჯარო სკოლაში. პირველ რიგში ეს ეხება გამარტივებას თვითონ ჟურნალის წარმოების, იმისათვის რომ პედაგოგებს უფრო მეტი დრო ჰქონდეთ, იმისათვის რომ შეაფასონ ბავშვის რეალური ცოდნა და ასწავლონ ბავშვს და არა იყვნენ დაკავებული პროცენტების გამოთვლით. მეორე იცვლება თვითონ საკლასო ჟურნალი, იმისათვის რომ რეალურად ჟურნალის მეშვეობით პედაგოგმა აკონტროლოს აკადემიური დასწრება ბავშვის.
რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა პირველი სასამართლო პროცესი ნიუ-იორკში გაიმართა. ერთ-ერთი მთავარი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, დანარჩენი ეჭვმიტანილების საქმის მოსმენა კი გადაიდო. ყველა მათგანს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება. მე-11 ბრალდებული კრისტოფერ მეცოსი კი კანადის პოლიციამ 29 ივნისს დააგავა და 20,000 ევრო სანაცვლოდ გაათავისუფლა. მეცოს სახლა უკვე ინტერპოლი ეძებს. ნიუ-იორკის სასამართლომ რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 10 ეჭვმიტანილიდან ერთ-ერთმა ვიკი პელაეზიმ გირაოს სახით $250,000 გადაიხადა. ის ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ შინაპატიმრობაში დარჩება. არ ვიცი სასამართლომ ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღო. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სასამართლომ განიხილა ყველა არგუმენტი და სერიოზული განსჯის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. პელაეზი ჯაშუშობაში ეჭვმიტანილებს შორის ყველაზე ცნობილი ფიგურაა. წარმოშობით პერუელი პელაეზი ცნობილია როგორც საერთაშორისო ჟურნალისტი, რომელიც თეთრ სახლს საიმიგრაციო პოლიტიკასთან და პატიმრების უფლებებთან დაკავშირებით აკრიტიკებდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლამდე ის სამშობლოში ცნობილი წამყვანი იყო. ნიუ-იორკში კი ესპანურენოვანი გაზეთისთვის მუშაობდა. სასამართლომ სინტია და რიჩარდ მარფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პელაეზის მეუღლის ხუან ლაზაროს საქმის მოსმენა კი გადადო. პროკურორების განცხადებით მან გამომძიებელს უთხრა, რომ ლაზარო არ არის მისი ნამდვილი გვარი და წერილებს რუსული დაზვერვისგან იღებდა. ვირჯინიის სასამართლომ სამი ეჭვმიტანილის, მაიკლ ზოტოლის, პატრისია მილსისა და მიხაელ სემენკოს საქმის მოსმენაც გადადო. კვიპროსის სამართალდამცველების შეერთებულ შტატებში რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი მე-11 პირის ძებნას განაგრძობენ. პოლიციის თანამშრომლები გაქცეულ ეჭვმიტანილს ქვეყნის ყველა აეროპორტში, პორტსა და საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებენ. კრისტოფერ რობერტ მეცოსი კვიპროსიდან მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც სამშაბათს კვიპროსის სასამართლომ ის $22,500 გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. შეერთებული შტატები მეცოს ჯაშუშობაში ბრალდებული ჯგუფის წევრების ფინანსურ მხარდაჭერაში სდებს ბრალს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორი ზაზა ჭელიძე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ორგანიზაციებს ჭელიძემ საკუთარ უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა კითხვარების გამარტივება, კვლევის მეთოდოლოგიის დახვეწა და საზოგადოებისთვის ნდობის ამაღლება იყო. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ ინფორმაციის ძირითად მოხმარებლებთან შეხვედრებს, ჩვენ გვაქვს განსაზღვრული ფორმატი თანამშრომლობის, აქტიურად მუშაობთ უკვე ბიზნეს კომპანიებთან და ბიზნეს ასოციაციებთან. შემდეგ ნაბიჯი არის არასამთავრობო სექტორი, ეს არის შეიძლება ითქვას პირველი გაფართოებული შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ გავაცნობთ სამსახურში მიმდინარე რეფორმებს, სამომავლო გეგმებს და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი შევთანხმდებით ჩვენ სამომავლო თანამშრომლობას. ძირითადი საკითხი დგას სანდოობა, ან მოსახლეობის ნდობა იმ ოფიციალური სტატისტიკისადმი და აუცილებელია რომ აი სწორედ ამ მიმართულებით ერთობლივად ვიმუშაოთ, რომ ეს სანდოობა გაიზარდოს. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მაღალმთიან რეგიონებში ახალ პროექტს იწყებს. რაჭა ლეჩხუმის, ზემოსვანეთის, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რაიონის მოსახლეობას ორგანიზაციის წევრები აკადემიურად მოამზადებენ. სწავლების პროცესი სტიქიური უბედურებებისათვის მზადყოფნას და თავდაცვის შესაძლებლობას გულისხმობს. პროექტის მთავარი მიზანი ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლის და ზარალის შემცირება, ასევე მოსახლეობის ცოდნის ამაღლებაა. სემინარები 2011 წლის ივლისში დასრულდება. ბოლო დროის განმავლობაში საკმაოდ გახშირდა ბუნებრივი კატასტროფები საქართველოში და ერთ-ერთი რეგიონი, რომელშიც მსგავსი კატასტროფები ძალიან ხშირად ხდება, ეს არის რაჭის რეგიონი. ადრე თუ რაჭაში მხოლოდ ასე ვთქვათ მიწისძვრები იყო ხოლმე, დღეს უკვე აშკარადაა გამოკვეთილი, რომ არის წყალდიდობებიც, არის ასევე მეწყერები და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება იყო განპირობებული სწორედ ამ მიზეზით, რადგანაც ავირჩიეთ რაჭა, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. სურვილი იმისათვის, რომ ისწავლონ როგორ მოემზადონ და როგორ მოახდინონ რეაგირება კატასტროფებზე არის ძალიან დიდი. რომ გითხრათ, რომ მზაობა არის, ანუ მზად არ არის თვითონ თემი, იმიტომ რომ ახლანდელმა ასე ვთქვათ კატასტროფებმა აჩვენა ეს, რომ თემს სჭირდება მზადება.